მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩემო ძვირფასებო, Facebook და YouTube მაყურებლებო და გამომწერებო, ეთერშია გადაცემა ხალხის პირისპირ. დღეს ჩემი თანაწამყვანია ბიბლიის მკვლევარი ლევან პეტრიაშვილი და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ უკვე თომას სახარებაზე და სხვა მრავალ საკითხებზე, რომელიც არის ასე ვთქვათ ძალიან საინტერესო მაყურებლისთვის და გამომწერებისთვის და ვიმედოვნებ, რომ თქვენც ყურადღებით მოусმენთ ჩვენს დიალოგს და საუბარს და თემების გამოცემას. პირველ რიგში მოგესალმები ლევან, მადლობა რომ დღეს ჩემი თანაწამყვანიც ხარ და სტუმარიც და მოდი დავიწყოთ უკვე პირველი თემით, რომელიც არის ესე იგი პირველი მუხლი, რომელიც გახლავთ და მან თქვა, ვინც მიხვდება ამ სიტყვის მნიშვნელობას, ის არ შეიგრძნობს სიკვდილს. როგორ ფიქრობ, რაზეა საუბარი და რა არის ეს თომას სახარების მიხედვით? მოგესალმებით ჩვენს მაყურებლებს, მოგესალმები კიდევ ერთხელ. მოკლედ ჯერ გავიგოთ თომას სახარება ვინ აღმოაჩინა და რას შეიცავს, რასაც სწავლობს თომას სახარება. ზოგადად თომას სახარება იესო ქრისტეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აპოკრიფული განმარტებაა და ზოგიერთი მკვლევარი თვლის მას მეხუთე სახარება. ამ სანამუშარო ტექსტთან გამონათქვამებზე გადავიდოდეთ, გამონათქვამების განმარტებაზე. რამდენი მინდა ორივე სიტყვით ისტორია ვინ აღმოაჩინა, სად აღმოაჩინა, რამდენი ორიგინალი არსებობს. არსებობს ორი ვარიანტი პაპირუსების დაწერილი, ეს არის კოპტური ტექსტი, არის ბერძნული ტექსტი. კოპტური ენის ჩამოყალიბება დაპყრობის შემდეგ დაიწყო ეგვიპტეში აბეცელა მაკედონელის მიერ ძველი წელთა წლის 322 წელს და გაგრძელდა მანამ, სანამ ეს მშობლიური დიალექტი არაბულმა არ ჩაანაცვლა. მუსლიმების მიერ ეგვიპტეს დაპყრობის შემდეგ 640 წელს, ანუ კოპტური ტექსტი, კოპტური ენა უფრო ახლოს არის ორიგინალთან, ვიდრე ბერძნული. ანუ ამიტომ არის უფრო მეტად მნიშვნელოვანი ეს ჩვენი ტექსტი, რაც ახლა გვაქვს, ვიდრე რაც გამოსცა გნოსტიკურმა სახარებებმა, ის გამოსცეს რა. ეს უფრო მნიშვნელოვანი ტექსტია თავის განმარტებით. კიდე შეიძლება ორი სიტყვით ვთქვათ, რომ ეს თომა არის დიდიმოსი, აქ არის მოხსენებული ეს საიდუმლო სიტყვები, რომელიც თქვა ცოცხალმა იესომ და რომლებიც ჩაიწერა დიდიმოს იუდა თომამ. დიდიმოს ნიშნავს ბერძნულად ტყუპისცალს, ასე ითარგმნება. ანუ თომა ცნობილი იყო როგორც იესოს სულიერი ტყუპისცალადაც არის წოდებული დიდიმოსი. და ის მოხსენებად გარკვეულწილად იოანესთან ერთადაც კი მოგზაურობდა კათოლიკობაში და დაარსა მრავალი ეკლესია აღმოსავლეთში. ასევე არსებობს თომას წიგნი, თომას სახარების მსგავსად შეიცავს მოციქულთა საქმეებს, ანუ თომას საქმეები. პირველად აღმოაჩინეს 1900-იან წლების ბოლოს ოქსირინხუსის 1654 წელს და 655 წლის პაპირუსებს შორის და შედგება მეორე საუკუნის დათარიღებული ბერძნული ვერსიის ფრაგმენტებისგან. ანუ ეს მეორე ვერსია უკვე ბერძნული, რომელიც აღმოაჩინეს ოქსირინხუსის ფრაგმენტები პაპირუსი. თუმცა მხოლოდ ნაქ-ჰამადის კოპტური ბიბლიოთეკის აღმოჩენის შემდეგ იქნა ეს ფრაგმენტები თომას სახარების ნაწილებად იდენტიფიცირებული. ანუ სრული ვერსია, თუმცა არ გამორიცხავს ერთმანეთს, მაგრამ უფრო უკეთესი კოპტური ვერსია არის. ისინი ძალიან გავს, ანუ თომას გამონათქვამები ძალიან გავს სინოპტიკურ სახარებებთან, ანუ შეიძლება გავაიგივოთ. და არის ბევრი ინფორმაცია, რომელიც მსგავსია, რაც ხდება კანონიკურ სახარებებში. და მიეწერება ეს მეორე საუკუნეში. თუმცა თომას სახარების პირდაპირ დამოკიდებულება სხვა არაკანონიკურ სახარებას ნაკლებად სავარაუდოა. უფრო პრობლემურია თომას სახარების კავშირი კანონიკურ სახარებებთან. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კანონიკური სახარება შეიცავს თხრობის დიდ ფრაგმენტებს, თომას სახარება არ წარმოადგენს ლოგიკურად თანამედროვე თხრობას. თუ განვიხილავთ ცალკეული გამონათქვამების ფორმას და ვერბალურ ფორმულირებას, იმ ფორმასთან შედარებით, რომელთაც ის ნახალ აღმოჩენ მოაღწიეს, შევამჩნევთ, რომ თომას სახარებაში გამონათქვამები თითქმის ყოველთვის ინარჩუნებს ორიგინალთან ახლოს პოპ ტრადიციას. ხელნაწერი გვაწვდის პასუხებს ქრისტიანული თეოლოგიის ზოგიერთ საკამათო საკითხზე და მოწმობს ადრეული ქრისტიანობის რელიგიური იდეების განსაკუთრებულ მრავალფეროვნებას. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მეხუთე სახარება ამტკიცებს, რომ ქრისტიანული ტრადიცია ყოველთვის ასეთი მკაცრი და უცვლელი არ იყო. ბოლო დროს ხშირად ვრცელდება ჭორები, რომ იესო ქრისტეს შესახებ არსებობს გარკვეული მასალები, რომლებსაც
ოფიციალური ეკლესია თითქმის 2000 წლის განმავლობაში მალავდა. როგორც არ უნდა იყოს, ახლა უკვე შეგვიძლია ავხსნათ ამ ისტორიული დოკუმენტის გარშემო არსებული საიდუმლოების ფარდა. ცნობილია, რომ ნაკ ხამათში ნაპოვნი ბიბლიოთეკის წიგნები მიმოქცევიდან გაქრა. ამ დამალეს ჩვენი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნეში, როდესაც ნიკეის კრებამ წმენის და მოძღვრების ერთიანობა გამოაცხადა. ანუ ვიღაცა სპეციალური დამალეს მომასახარება, რომ იმპერატორის წინამდე არ მისულიყო, არ განადგურებული იყო საერთოდ ეს ტექსტი. ეს ტექსტი იმიტომ დამალეს, რომ ამაში არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ისევე როგორც დანარჩენ კანონიკურ სახარებებთან. ასევე ნოკისიძე აღმოაჩინეს ეთიოპიაში. კი ბატონო. ისის ფრაგმენტალურად და ორიგინალი არის გავხრალი. ორიგინალი ფაქტურად აღარ არსებობს. მაგრამ რაც ეთიოპიურ ენაზე თარგმანია ის შემორჩა ხო რაც დამალეს. ანუ რაც დამალეს ის შემორჩა და ორიგინალი გაქრა. კი, აღარ არის. ერთი ლათინური ვერსია, მაგრამ ეს ლათინური ვერსია თავდაპირველად დამახინჯებული. რომელიც შემთხვევით ვატიკანის ბიბლიოთეკაში იყოს. ну ყველაზე კარგი არის ეთიოპიური ბიბლიოთეკა, თარგმნილი დიმას თარგმანია ჩვენ გამოვიდა. ასევე ენოქის წიგნი, ანუ თომას სახარებაც ანალოგიურად შეიცავს უამრავ ინფორმაციებს, თავარი ჩვენთვის ხო სიტყვის გაგება და ის უბრალოდ ინტერპრეტაცია. ჩვენ გვაინტერესებს თავად იესონა ჩვენ და არა ვიღაც კომენტატორების აზრი. თუმცა მრავლად არის ბიბლიაზე კომენტატორები, მაგრამ წამკითხველი და გამოაზრებელი ძალიან წამგები ცოტა. ამიტომ ეს ჩვენთვის არის სრულად ახალი, იმიტომ არის ხალხში, ასე თქვა, ცნობილი არ არის და დამალეს ეს წიგნი და 1600 მინდას მოიფიქრა რომ ეს დამალვა 1600 წელი გაგრძელდებოდა. ну ეს პოპულარიზაცია არ გაუწეს ამ თომასახარებებს, ამიტომ ეს ხალხმა არ იცის თომასახარება, თუმცა ახსენები ორიგინალი და ისინავები ახსენები ჩვენ ამას შევეხებთ ახლა. მოკლედ მინდა რომ ჩავეტიო კიდე. კი, იმიტომ რომ შემდეგი კითხვაც მაქვს, უკვე ძალიან საინტერესო ძალზე. კი, დამისვა კითხვათა და თან ამასაც ვისაუბრებ. კარგით, აქ პატარა ციტატა მინდა წაგიკითხო, ასე ვთქვათ, რომელიც არის ებრაელთა მიმართ სახარებაში რა წერია. ებრაელთა მიმართ სახარებაში წერია განსაცვიფრებელი განსაცვიფრებელი იმეფებს და ვინც იმეფა დაისვენებს. ამიტომ თუ უმეცარი ადამიანისთვის შეუძლებელია ფილოსოფოსობდეს, სანამ უმეცარში რჩება სიბრძნის იდეა არ აქვს გააზრებული, რადგან ფილოსოფია არის ცდელობა გაიგოს ისე, რაც ჭეშმარიტად არსებობს და ის კვლევები, რომლებიც მას იწვევს და რა საქმე არ არის კარგი ქცევის ჩვევებში დამკვიდრება. ამობს ვინ? ის პრიბეტის არის? სავარაუდოდ, კი. და ბოლოში ჭეშმარიტად კეთილი და სწორი ახილული ღვთისმსახურება არის ღვთისთვის შესაფერისი და შესაბამისი ქცევა. ამ ძირითადად აქცენტირებთ ცოდნაზე გამოხმარება. კი, რა თქმა უნდა. მაგას ციტირებს წმინდა კლიმენტი ალექსანდრიელი. კი, კლიმენტი ალექსანდრიელის ამბავი პედაგოგია. და ეს თომას სახარების მეორე მუხში არის კიდე პარალელის გავავლები. იესომ თქვა და ვინც ეძებს არ შეთქმულოს ძიება. ვიდრე არ თხოვებს და რაჟამს პოვებს, იქნება შედეწუნებული. და თუ ის შედეწუნებულია, ის იქნება გაოცებული. და იმეფებს ყოველსაზე. ანუ სანამ მოხრებზე გადავალთ, მინდა რომ კიდე შევეხო. აი ამ თვითონ საიდან გაშლა თომას სახარება და რამდენად მნიშვნელოვანია, რამდენად ღირებული არის მისი ავთენტურობა, ასე ვთქვათ. მსმენელს მინდა გავაკეთო. და შემდეგი თვალს ეხება, შემდეგი გამონათქვამები და ეს მინდა გავაერთიანოთ, ბატონო. არა, ეგ შემდეგ შევეხოთ, იმიტომ რომ სხვა რაღაცას ეხება საერთოდ. კარგი ლევა. ქრისტიანების პირველი საუკუნეების ზოგიერთი მწერალი თომას სახარებას საუბრობს, მაგალითად იპოლიტე რომაელი. მას იესოს გამონათქვამთან დაკავშირებით პირდაპირ ციტირებას უკეთებს. რამდენიმე წლის შემდეგ 233 წელს ორიგენეს ჯერი დადება, ის თავის ჰომილიებში ლუკას სახარებაზე პროლოგში წერს. ვიცი ერთი სახარება, რომელსაც თომას სახარება ჰქვია და ერთი მათათას სახარება და სხვა მრავალი, რომლებსაც კითხულობ, რათა არ აღმოჩნდეთ უწოდინრები იმათ გამო, ვინც ფიქრობს, რომ მათ იციან რამე, თუ მათ აქვთ ამის ცოდნა. ორიგენე თავის ნაშრომში ციტირებს თომას სახარების 92 გამონათქვამს. არის ინგლისურად მოყვანილი იერემიას წიგნის განმარტება, ჰომილიები ორიგენესი 27 თავის მე-3 პარაგრაფში. თუ ორიგენე მარიცის, რომ გამონათქვამი, რომელსაც ის სინამდვილეში იერემიასა და იესო ნავეძეზე გადაგებებში აკომენტარებს, ამ ერეტიკული სახარებიდან გამომდინარეობს მისი აზრით, თუ ეს თომას ერეტიკული სახარება მაშინ საერთოდ რატო ციტირებს. ან ერესის ზოგიერთ კონტექსტში აინტერესებს თუ არა საერთოდ ორიგინალს, როდესაც კითხულობს, რომ თომას სახარება არ არის ავთენტური. ან იგივე გამონათქვამი თომას სახარებების გარდა სხვა სახარებებში ხდება? ეს არის 92 გამონათქვამი,
საიდანაც ორიგენე ციტირებს. ახლა მე წავიკითხავ ამას. იესომ თქვა, ის ვინც ახლოა ჩემთან, ახლოა ცეცხლთან, და ვინც შორსაა ჩემგან, შორსაა სასუფევრისგან. თავიდან ის იერემია 33 ხომილიებში ორიგენე ციტირებს მარტო ამბობს. ის ვინც ახლოა ჩემთან, ახლოა ცეცხლთან, ამბობს იესო. და შემდგომ უკვე მეორე არის იესუნავეძე და იერემია ხო? მეორე არის იესუნავეძის გამარტებაში კიდე უკვე თავინებურამდე კითხულობს ამბობს. არის ინგლისური ვერსია ეს წიგნი და საიძეთ შეუძლია მსმენელს ნახოს ამის ორიგინეს ნაშრომები და იქ არის მოყვანილი ციტატა. იერემიაში არის ორიგინეს ჰომილიები იესუნავეძის 4 თავის მესამე მუხლი და იერემიას წიგნის 27 თავის მესამე მუხლი. მეოთხე საუკუნეში იერუსალიმელმა კირილემ თავის კატეხიზმში ისაუბრა თომას ახარებაზე, რომელსაც მისი აზრით მანიქეურებმა დაწერეს. თუმცა მანიქეურები შემდეგ წამოვიდნენ, უბრალოდ იღებდნენ აქედან ციტატებს. თავის ასაგებიდან, სანამ მანიქეურები წამოვიდნენ, მანამდე არსებობდა ეს ტექსტი. ეს ვერანაირად ვერ მივაწერთ, როგორც კირილი იერუსალიმელი ამბობს, თვითონ ეს მანიქეურებისგან ერთ-ერთმა მოწაფემ დაწერეს, არის ისული. კლემენტი ალექსანდრიელი თვლის, რომ თომას ახარებაზე სხვა არაკანონიკურ სახარებებს შორის, როგორიც ებრაელთა სახარება და ეგვიპტელთა ბერძნული სახარება არსებობს კავშირი. ის ფაქტი, რომ ეს სახარება გნოსტიკური ნაწერების კოდექსში იქნა ნაპოვნი, გნოსტიკური წარმოშობისგან მიგროვებს. თუმცა, ყველა მეცნიერი არ ეთანხმება ამ ინტერპრეტაციას. პირველი ჰიპოთეზის, გნოსტიკური მხარდაჭერის აზრით, იესოს ფიგურა თომას ახარებაში ძალიან არაებრაულად გამოიყურება და მეორე საუკუნის დათარიღებასთან ერთად ისეთ ეპოქაში გადაგვიყვანს, როდესაც გნოსტიციზმის გავლენა ძლიერი იყო. ძლიერი გნოსტიკური გავლენა იგრძნობოდა სამყაროს და ადამიანის წარმოშობის კონცეფციაში. სხვადასხვა ტიპის ადამიანებს შორის განსხვავებას და მიღებული ტრადიციის ეზოთერულ ხასიათში. სახარება ფაქტობრივად წარმოდგენილია როგორც იესოს მიერ წარმოთქმული საიდუმლო სიტყვები და ჩაწერილი თომას მიერ. და კვლავ ვინც ამ გამონათქვამის ინტერპრეტაციას იპოვის, სიკვდილს არ იგებს. და პარალელს გავავლებ ივანეს სახარების მერვე თავის 51 მუხლში, სადაც იგივე ციტირებს, რომ ვინც ისმენს ჩემს სიტყვას და ჩასწვდება ჩემს სიტყვას, ხო არ იხილავს უყურისამდე სიკვდილს. ივანეს სახარების 8:50-ში ციტირებს იესო ქრისტე. ძირითადად ყურადღება მახვილდება სიტყვის მნიშვნელობას. ანუ ცოდნაზე, მე თუ არა მაქვს ცოდნა, აი წინააღმდეგ გადაცემაში თქვა ზნანენი ხოროსულად გნოზისია ბერძნულად ის არის ჩაწვდომა ღვთის სიტყვის მნიშვნელობას. მაშინ აზრიან აქვს გარემოქმედებას და რაღაც რიტუალებს. მარხვას, ლოცვას და ნებისმიერ ღვაწლს არავითარი აზრი არ აქვს თუ შენ უშუალოდ კავშირში არ ხარ ამ სიტყვასთან. ბატონო. სიტყვასთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენ რამე თუ არის. აი ნახე, შეხედე ასევე ჩვენს ნათლისღებულებმა, ცოდვების მოშორებით, რომლებიც ღვთაებრივ სულის ნათელს ამნელებს, გვაქვს სულის თვალი თავისუფალი. კარგი, მაშინ აი პირველი ამბავი ბოროტებისგან შემდგომი გათვალისწინება ხსნის დასაწყისია. ანუ ცოდნაზეა ხო მან? კი. ეს ვისი ციტატა არის? მე მგონი ეს კლიმენტის ალექსანდრიელის. კი. მხოლოდ ხოთაბა ციტატა ეს არის მე-6 თავი. კი, კი. მხოლოდ ჩვენ ვინც პირველად შევეხეთ სიცოცხლის საზღვრებს, უკვე სრულყოფილები ვართ და ჩვენ ვინც განშორებულები ვართ სიკვდილისგან, უკვე ვცოცხლობთ შესაბამისად ხსნა ქრისტეს მიმდევრობა არადგან. ის, რაც მასშია, არის სიცოცხლე. იოანე 1:4. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს მას, ვინც მომავლინა აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ მიდის განკითხვაში, არამედ გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში. იოანე 5:24 ამრიგად მხოლოდ რწმენა და ხელახლა დაბადება სრულყოფილება ცხოვრებაში, რადგან ღმერთი არასდროს არის სუსტი, რადგან როგორც მისი ნება არის საქმე და ამას ეწოდება სამყარო, ასევე მისი რჩევა ადამიანთა ხსნა და ამას ეწოდება ეკლესია. ამიტომ მან იცის ვინც მოუწოდა და ვინ გადაარჩინა. ვის გადაარჩინა? ხო, და ერთდროულად მოუწოდა და გადაარჩინა ისინი, რადგან თქვენ ამბობს მოციქული ღვთისგან ხართ განსწავლული. პირველი თესალონიკელთა 4:9. ამიტომ დაუშვებელია ვიფიქროთ, რომ ის რასაც ის ასწავლის არასრულყოფილად არის და რაც მისგან ვისწავლით არის მარადიული ხსნა, მარადიული მაცხოვრისა, რომელსაც მადლობა უკუნითი-უკუნისამდე ამინ. აუ წმინდა კლიმენტ ალექსანდრიელიც პარალელს აულებს ზუსტად ამ სიტყვის მნიშვნელობაზე, თუ ჩვენ ვფლობთ ამ სიტყვის მნიშვნელობას, ის არ შეიგნობს სიტყვის და მოხოს კიდევაც რომ არ აქვს ჩვენ სხვისგან მასწავლებელი თუ არა ეს არის ქრისტე. როგორც ღმერთის მიერ განსწავლეთ პირველი თესალონიკელების 4:9-ში ახსენებს. დიახ. ყველგან ღმერთისგან განვისწავლეთ.
ანუ აქ ფაქტურად შუამავლობის იდეას ქართლდება, ხო? ზოგადად თომას სახარების კითხვისას უნდა გვახსოვდეს, რომ თქვენი მთავარი ამოცანაა თავად აღმოაჩინოთ თითოეული გამონათქვამის ნამდვილი მნიშვნელობა. თომას სახარების მიზანი იყო მკითხველს დახმარებოდა საკუთარი ზეციური სასუფეველის აღმოჩენაში. ალბათ სწორედ ამან გამოიწვია ოფიციალური ეკლესიის შეშფოთება. თომას სახარებამ მკითხველს საკუთარი აზროვნებისაკენ მოუწოდეს. გარდა ამისა, უბრალოდ არ არსებობს ზოგადად ვალიდური ინტერპრეტაცია. სავარაუდოდ თითოეული მკითხველი გამოიტანს საკუთარ დასკვნებს ზოგიერთი განცხადებებიდან, რადგანაც როგორც გნოსტიციზმი, ასევე თომას სახარება ზოგადად ხსნის ინდივიდუალურ გზაზე ორიენტირებული. ეს ნიშნავს, რომ ერთ და იგივე კითხვაზე ინდივიდუალური პასუხები შესაძლებელია მთელი კაცობრიობისათვის. ეკლესია ყოველთვის ამტკიცებდა ბიბლიის ინტერპრეტაციაზე ექსკლუზიურ მონოპოლიას. ამიტომ გასაგებია, რომ თომას სახარება მისთვის პრობლემას წარმოადგენს. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ ამ სახარების ზოგიერთი ნაწილი შეუთავსებელია ფიქსირებულ უცვლელ მართლმადიდებელ დოქტრინასთან. მთელი ტექსტის განმავლობაში იესო მკითხველს სათასასუფეველის მოპოვების უამრავ გზას თავაზობს. ეს ხსნას მკითხველის პირად საქმედ აქცევს და როგორც ჩანს, გამორიცხავს სამღვდელო შუამავლობის და ორგანიზებული იერარქიის საჭიროებას. ანუ მთავარია შენი აზრი და ჩასვლა. ამისათვის არ ჭირდება ვიღაც სხვა. იმიტომ იმას თავისი აზრი და თავისებურად განგიმართა. რამდენი ადამიანის ამდენი აზრი არსებობს. ანუ შენი ინდივიდი, შენ პირადი დამოკიდებულებაა ეს. შეიძლება მაგალითად ერთ ტექსტს დავუდო და ყველა სხვადასხვანაირ, ამიტომ არის ამდენი დაყოფა. ჩვენ ამასაც შევეხებით, დღეს ვისაუბრებთ კათოლიკე რა განსხვავება კათოლიციზმის, მართლმადიდებლობისა და პროტესტანტობის შორის. სამეფოს გასაღებები თქვენს წინაშეა მოცემულ წიგნში და თქვენგან მხოლოდ გამონათქვამების უფრო ღრმა მნიშვნელობაში ჩაცდომაა საჭირო. ანუ მე თუ არ გავიაზრე, რას მეუბნება ქრისტე, რა აზრი აქვს ჩემს ქადაგებას? მამაო. შემოვლადუნე მამა. ეხლა ნახეთ მნიშვნელოვანი რა არის თომას სახარებაში. თუ გეტყვიან რომ სასופველიო წაშიაო, მაშინ ფრინველები დაგაცდეთ. თუ გეტყვიან რომ ზღვაშიაო, მაშინ თევზები არიან თქვენი წინ. მაგრამ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ რომ სასופველი ეს თქვენში და ეს არის თქვენი თვალი. და თუ შეგიძლია ახლა კლიმატი ალექსანდრიელის ციტატამ მოვიყვანოთ. მათთან დაკავშირებით, რომ პარალელს ავლებთ ზუსტად თომას სახარებიდან. ასევე ჩვენს ნათლისღებულებმა წოდოების მოშორებით, რომლებიც ღვთაებრივი სულის ნათელს აბნელებს, გვაქვს სულის თვალი თავისუფალი. შეუფერხებელი და სინათლით სავსე, რომლის მეშვეობითაც მხოლოდ ჩვენ ვჭვრეტავთ ღვთაებრივ სულიწმინდას, რომელიც ზემოდან ჩვენსკენ მოედინება. ეს არის ხედვის მარადიული რეგულირება, რომელსაც შეუძლია მარადიული სინათლის დანახვა, რადგან მსგავს უყვარს მსგავსი და რაც წმინდა უყვარს ის. სადანაც ის მინდა გამოდის, რა თქმა უნდა, რომელსაც შესაძერისად ეწოდება სინათლე. ოდესღაც სიბნელე იყავით, ახლა კი სინათლე ქართულთვალში ეფესელთა 5:8, ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ძველად ადამიანს უწოდებდნენ სინათლის კაცს. ხო, ნახე ახლა რა ხდება მან დახსენა სულიერი თვალი. რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვჭვრეთ უხილავ ღვთაებრივ სულიწმინდას, რომელიც ზევიდან მოედინება ჩვენსკენ. ეს არის ხედვის მარადიული უბრალოდ ხედვის მარადიული რეგულირება. რომელსაც შეუძლია მარადიული სინათლის დანახვა. ეს არის უდროობა, ზუსტად ჩვენ როდესაც გვაქვს თომა სიტყვასთან და სიტყვის მეშვეობით უკვე შეხება გვაქვს ჩვენ ქრისტესთან ან ლოგოსთან, ჩვენ უკვე ის თვალი გვეხსნება, რომელიც თვალითაც ხედავთ ღმერთს და არის კიდე ასეთი გამონათქვამი მაგ მოხთან დაკავშირებით. ეხლა ვიკითხე. ეს არის ეკჰარდის ციტატა. არის ესეთი წერილი ეკჰარდი. ესე ამ თვალი რომელთაც ვხედავს ღმერთი არის თვალი რომელთაც მე ვხედავ მას. ჩემი თვალი და მისი თვალი ერთი. კი ბატონო. ეს არის ზუსტად ის თვალი, რადგან საუბრობს კლიმატი ალექსანდრე, აქ არაფერი ეთიკური არ არის. ეგ გასაგებია. ეხლა მინდა მე მეორე მეცნიერთა მეორე ჯგუფის აზრი ჩამოვაყალიბო ზოგადად. თომას სახარების კანონიკურობასთან დაკავშირებით. მეორე მეცნიერთა მეორე ჯგუფს, რომლების ტექსტის გნოსტიკურ სახარებებში განთავსებას გამორიცხავენ, განსხვავებული მოტივაცია აქვს. მათი აზრით თომას სახარებას მითოლოგიური კოსმოლოგია აკლია და ფიზიკური სამყაროს ნეგატიური ხედვაც არ არსებობს. კლიმატი ალექსანდრიელი ამბობს, რომ ჭეშმარიტი წმენა ეს არის გნოზისი, როგორც ახლა თქვით. ეს არის ცოდნა, გნოზისი. ბერძნული ტერმინი არის გააზრება. ანუ გაგება სახარებისეულ სიტყვებით არა მხოლოდ რწმენა ტექსტის, რომლის შინაარსიც არ გმესმის. ბევრი კოცნით ბიბლიას, მაგრამ შინაარსი არის რაზი. სახარებას უკითხავენ ძველ ქართულად, მაგრამ რო გამოხვალა შეეკითხო სასრულებელმა რა წაიკითხა არაზე არ არის.
რომელიც თავის რა მოხვეცა იქ ხან რაზე იყო ინფორმაცია აღარ აქვს. იმდენად არიან იმაში ილუზიებში. არა მარტო. ხო, თომას სახარება აგნოსტიკური სახარება უფრო ვიდრე გნოსტიკური. რადგან თავშივე მოყვანილი სიტყვები არის აპოკრიფო, აპოკრიფოს ბერძნული სიტყვა ნიშნავს საიდუმლო, დაფარულ სიტყვებს. როგორც 62 მუხლში ამოს პარალელს გავავლებ აუცილებლად. კი ბატონო, ბრძანე. იესომ თქვა, მე ჩემს საიდუმლოებებს უმხელ მათ, ვინც ჩემი საიდუმლოებების ღირსია. ანუ აპოკრიფოს თვითონ სიტყვა აპოკრიფოს არ ნიშნავს არაკანონიკურ და მიუღებელს. საზოგადოებისათვის. არამედ ეს თვითონ იესოს სიტყვები, რომ ჩემი სიტყვები არის საიდუმლოება. და მხოლოდ ეძლევა მათ, ვინც ამის ღირსია. ეს არ არის რაღაცა ერეტიკული წვალებული და რაღაც აკრძალული თემა, რადგანაც გამოცხადების სიჩიც არის ხოლმე ვიცენ თეთრ ქვას და ქვაზე დაწერილი ფარულ სახეს, რომელიც მხოლოდ მის მიმღებს ეცოდინება. აქაც საიდუმლო ინფორმაციაა, ამ აპოკრიფოსზე დაფარულია საუბარი, რომელიც მიმღებიც ყველა არის. და ეხლა ნახეთ რა ხდება. თომას სახარება ხო აგნოსტიკური უფრო ვიდრე გნოსტიკური. თავშივე მოყვანილი სიტყვები არის საიდუმლო სიტყვები, რომლის ამხსნელით სიკვდილს არიგებებს. ეს მოწოდება არ არის გნოსტიკური. რაც არ უნდა თავი იმართლონ თომას სახარების წრებმა, რომ ეს წერილი არ არის ვთქვათ კანონიკური, ვერანაირად ვერ დაძლებენ ბრალს, რადგანაც თავიდან ბოლომდე წერილი არ არის გნოსტიკური, არც ერეტიკული, რადგან ქრისტიანული სწავლება მოწოდება ღვთის სიტყვის გაგებისაკენ. ეს თვითონ კანონიკურ სახარებაში წერია და პავლეს წერილებში, მაგალითად რომელთაც მე თავის მე-17 მუხლში ვკითხულობთ ასეთ ციტატას. წმენა მოსმენიდან მოდის, ამრიგად წმენა მოსმენისაგან, მოსმენა ქრისტეს სიტყვისაგან. თომას სახარების 56 გამონათქვამი გვაძლევს იმის საფუძველს, თქვათ რომ ეს სახარება არ არის გნოსტიკური. წავიკითხოთ 56 მუხლი. შენ წაიკითხავ? მე ჩავერთო პროცესში. 56 მუხლი. კი ბატონო, თქვა ჩემულევან ეხავე 56, ხო? კი. იესომ თქვა, ვინც შეიცნო ქვეყანა იპოვა გვამი და ვინც იპოვა გვამი, ქვეყანა არ არის მისი ღირსი. მოდი შევთანხმდეთ ერთ რამაზე. ეს გამოთქმა უფრო მონასტრული ენა ვიდრე გნოსტიკური. რადგანაც აქ ქვეყნის უარყოფაზეა საუბარი, ამ ქვეყანას არ არის არა მისი ღირსი. ვინც იპოვა გვამი, ქვეყანა არ არის მისი ღირსი. ეს არ შეიძლება იყოს გნოსტიკები, იმიტომ გნოსტიკები საერთოდ არ აზროვნებენ ქვეყნის უარყოფას. ისინი პირიქით ქვეყნისეულს ამართლებენ და ფილოსოფოსები. ამიტომ ეს ტექსტი თომას სახარების ტექსტი უფრო მეტად უნდა მივიჩნიოთ სარწმუნო და კანონიკურად, ვიდრე უფრო გნოსტიკურად და რაღაცა ეზოტერულ ნაშრომად. კიდე გავაგრძელოთ არის რაღაც გამონათქვამები, რომელიც გამორიცხავს. აი მაგალითად 58 მუხლი. აბა წაიკითხე. იესომ თქვა, ნეტარია კაცი რომელმაც იშრომა, მან სიცოცხლე ჰპოვა. ესეც არ არის გნოსტიკური თემა. არის კიდევაც ასეთი 57 მუხლის არის შემოლევანი. მამისაც უფეველი გავს ადამიანს, რომელსაც ანუ კარგი თესლი აქვს, მოვიდა ღამით მისი მტერი, ჩათესა ღვარძლი ხორბალში, კაცმა არ დაანება მათ საყურებს, ანუ ღვარძლის ამოზირკვა, მან უთხრა: არ მოხვიდეთ, რათა ღვარძლის გამარგვლისას მასთან ერთად ხორბალის უნდა ამოგლიჯოთ. ვინაიდან კის დროს ღვარძლი გამოჩნდება, მას ამოზირკვავენ და დაწვავენ. ეს ციტატა ხდება ჩვენ კანონიკურ სახარებაში უთხდავში. არის ეს ციტატა. დააცალეთ ვანგელოზებს როვნება, დააცალეთ თუ სანამ ღვარძთან ერთად იფქრის არ ამოვაო და შემდეგ უკვე მკარო დადგება, მე გადაარჩევ. ანუ ესეც ფაქტურად პარალელები არის. ასევე მინდა 76 გამონათქვამს მოგწევთ ყურადღება და ეს 76 გამონათქვამი გვაძლევს იმის საფუძველს და უფლებას, რომ თომა სინოპტიკური სახარებების გვერდით დავაყენოთ. წავიკითხოთ 76 გამონათქვამი. ხალხო 76, ხო? კი. აი პირდაპირ გადავშალე. რა საინტერესოა, საოცარია. იესომ თქვა, მამისაც უფეველი გავს აქონდით მოვაჭრე ვაჭარს, რომელმაც იპოვა მარგალიტი. ეს ვაჭარი ბრძენი იყო, მან გაყიდა საქონელი და იყიდა თავისთვის ერთი მარგალიტი. თქვენ ასევე ეძიეთ მისი საგანძური, რომელიც არ გაფუს და ინახება ისეთ ადგილას, სადაც არც ჩრჩილი შედის შესაქმნელად და არც მატლი გასანადგურებლად. ეს გამონათქვამი არის მათეს ვერსია მარგალიტის იგავზე. წავიკითხოთ ძველ ქართულად. მერე მსგავსა სასუფეველიცათა კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძებენ კეთილთა მარგალიტა და პოისრაი ერთი მრავალსასყიდლისა. მარგალიტი წარვიდა და განყიდა ყოველი რაიცა იდვა და მოვიყიდა იგი. მათეს სახარების 13 თავის 45-46 მუხლი. ასევე შეადარეთ ლუკას სახარების 12-33 და მათეს სახარების 6-20.
ჩვენ არაფერი არ გვიშლის უკვე ხელს, რომ ნელ-ნელა უკვე მივიწევთ წინ იმ აზრამდე, რომ თომას სახარება დავაყენოთ კანონიკური სახარებების გვერდით და ვაღიარებთ, რომ ეს არის მეხუთე სახარება, რომელიც შედგენილად დაუმალეს იმპერატორის მეოთხე საუკუნეში. რადგანაც ოფიციალურად იქნა მიღებული წამსი. თუ ამ წამს არ დაეთანხმებოდი, კარგად იცით, რასაც უშედეგო გადასახადება და ზოგს პლანი კიდევს კი. ასე რომ ეს გადაინახა გარკვეულმა სასულიერო ენის წრეებმა, რომ არის მნიშვნელოვანი ტექსტი თომას სახარება. შემდეგი არის ლევან მეორე მუხლს მინდა მივადგე თომას სახარების. კი ბატონო გისმენთ. იესომ თქვა და ვინც ეძებს არ შეწყვიტოს ზება, ვინდრე არ პოვებს და რაჟამს პოვებს, იქნება შეზრწმუნებული და თუ ის შეზრწმუნებულია, ის იქნება გაოცებული და იმეფებს ყოველსა ზედა. კი ბატონო. ესე იგი, როგორც გამოუცდელობა გამოცდილებით თორდება, ხოლო დამნეულობა ნათელი გამოსავლის პოვნით, ასევე სიბნელე უნდა გაქრეს განათლებით. სიბნელე არის უმეცრება, რომლის მეშვეობითაც ცოდნებში ვარდებით. ჭეშმარიტების მიმართ ბრმები, ცოდნა ამრიგად არის განათლება, რომელსაც ვიღებთ, რომელიც უმეცრებას აქრობს და გვანიჭებს მკაფიო ხედვას. გარდა ამისა, ცუდის მოპოვება, მიტოვება უпроსტად უკეთესის მიღება, რადგან ის რაც უმეცრებამ ცუდად შეკრა, ცოდნით კარგად იხსნება. ეს ბორკილები სწრაფად სუსტდება ადამიანური რწმენით და ღვთაებრივი მადლით ჩვენი ცოდვით ერთი ეონური წამლით სიტყვის ნათლობით იხსნება. ჩვენ ვიბანთ ყველა ჩვენი ცოდვისგან და აღარ ვართ ჩაფლული მოროტებაში. ეს არის განათლების ერთადერთი მადლი, რომ ჩვენი ხასიათი აღარ არის იგივე, რაც ჩვენს გამბანამდე იყო და რადგან ცოდნა განათლებით აღმოცენდება და გონებას სხივებს ავრცელებს, როგორც კი გვესმის, ჩვენ ვინც უსწავლელი ვიყავით, მოწაფეები ვხდებით. ანუ მთავარი არის ნახე რა საინტერესო იყო სიტყვის შეცნობა. აი ხა, ან მოდი განმარტოთ ახლა ის რა თქვა წმინდა მამამ ეს მაგ მოხთან დაკავშირებით. ხო. ესე იგი, გაოცებაზე არის საუბარი და არ შეწყვიტოს ძიება. კი. და ჩვენ ვერ გავხდებით ქრისტეს მოწაფეები, თუ ჩვენ არ გვაქვს წვდომა მისი თქმიდან. ანალოგიურად, ჩვენ როდესაც გავიგებთ რა არის ჩვენთვის კარგი, ვაქცევთ ზურგს ცოდვის საქმიანობა და ჩვენ უკვე გავიმბანებით ჩვენი ცოდვებისგან. რა თქმა უნდა, ჩვენ თუ გვაქვს ცოდნა, ამ განათლების მეშვეობით ჩვენ უკვე ხდებით მოწაფეები. და აღარა ვარ ჩაფლული მოროტებაში. კი ბატონო. მე თუ ვიცი რომ ის ჩემთვის საზიანო არის და გააზრებული მაქვს იმას შედეგი მოხდება, მე იმას აღარ გავინახავ. ანუ გაოცებაზე მინდა ერთი პარალელი მოვიყვანო, ეს არის მეორე გამონათქვა. კი ბატონო. მეორე ტიმოთეს მეორე თავის 11-13 მოხლებში წერია იმეფებს ყოველსა და როდესაც ადამიანი ფლობს ამ სიტყვას. გაოცეხა რას ამბობს გრიგოლ სინაიტელი ან თავის შრომებში, ასეთ რაღაცას ამბობს წმინდა მამა. წმინდა გრიგოლ სინაიტელი იყო კალვის კათოლიკოსის აღმზრდელი. გაოცება სრული ძალების სრული ამაღლებაა იმისკენ, რაც ცნობილია, რაც ღვთაების დიდებისთვისა დამახასიათებელი. ან კიდევ გაოცება არის გონების სუფთა და სრული სწრაფვა, უსაწყო ძალისაკენ, რომელიც სინათლეში მკვიდრობს. ექსტაზი წარმოადგენს არა მხოლოდ სრული ძალების ეცაში აღტაცებას, არამედ თავად გზნობების სრულ გააფთრებასაც. სიყვარული ბერძნულად ეროსი ღმერთის მიმართ ორმაგი. ეს არის სულიერი სიმთვრალე, რომელიც ხსნის სრულის აღზრდას. აი ესეთი და ებრაელთა სახარებაში კლიმენტი ალექსანდრიას მოხავს მეორე წიგნში თავის თომათაში მე-9 თავის 25 პარაგრაფში. ვინც გაოცდება იმეფებს და ვინც იმეფებს სიმშვიდეს პოვებს. ასეთ პარალელები მინდა გავავლით. ესე იგი რაზე აქვს საუბარი? გაოცება, რომელსაც ხდებით ჩვენ თომას სახარების მეორე გამონათქვამში, არ არის უცხო მართლმადიდებლური სწავლები. წმინდა მამები ამას ციტირებს. მოვიყვანეთ ჩვენ გრიგოლ სინაიტელის შრომები და ასევე კლიმენტ ალექსანდრიას ტრომატა. შემდეგი არის მე-7 მუხლი მინდა წავიდეთ ხო თომას მე-4 გამონათქვამი წავიდეთ. იესომ თქვა ძველი კაცი რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია უკმონოდ კითხავს 7 დღის პატარა ბავშვს. სიცოცხლის ადგილის შესახებ და ის სიცოცხლეს. როგორ შეგვიძლია გავმართოთ? ანუ ქრისტიანი ასკეტები შაბათს, ანუ კვირის მე-7 დღე შაბათს მიიჩნევენ, ხო? აქ არის 7 დღის პატარა ბავშვი არის იესო ქრისტე. მიიჩნევენ ასკეტი მამები, რომ ეს არის იესო ქრისტე. შეიძლება ითქვას, რომ ის ადამიანისათვის შაბათი გახდა, ანუ დასვენება, რადგან კაცობრიობას მხოლოდ ქრისტეში შეუძლია დასვენების პოვნა. იოანე კარპათონელი. შეგონებები ფილოკალია, ტომი 3 გვერდი 91. ანუ აქ საუბრობს ფილოკალიანი მამები საუბრობენ, რომ ძველი კაცი არის ადამიანის ძველი ბუნება, ხორცელი ბუნება, რომელიც არის ნებებისკენ მიდრეკილი, მაგრამ როდესაც შეხვდება 7 დღის პატარა ბავშვს, ანუ იესო ქრისტეს. და კითხავს სიცოცხლის ადგილის შესახებ, ის სიცოცხლეს. იესო ქრისტე არის ის, ვინც
ჭეშმარიტად მოიტანა მეშვიდე განაშაბათ დასვენებად. და ანუ ფედოკალია მამები პატარა ბავშვი, ანუ პატარა შვიდი დღის პატარა ჩვენს იესოსთან აიგივე. გავაგზავნოთ შემდეგი გამონათქვამი ეხება მე-17 გამონათქვამი. წაიკითხე. მე-17? შენ რომელი გინდა მე-17 და? ხო, მე-17 ძალიან საინტერესოა მინდა. წაიკითხე. შენც ჩაიკითხე. იესომ თქვა ნეტარია ლომი რომელსაც კაცი შეჭამდა, ლომი ადამიანად იქცევა და წეულია კაცი რომელსაც ლომი შეჭამდა, ლომი კაცად იქცევა. შენ როგორ გესმის ეს? აა ლომი არის ვფიქრობ ცხოვრების ბოროტება, ან როგორც პეტრი ამბობს. თქვენავი ლომი ვითარეთ არის ის გადაყლაპოს. მე ვფიქრობ ასე შემოვლევან ჩემი გადმოსახედინა რა თქმა უნდა. თუ ბოროტებას გავაკეთებ, თუ წევით ბოროტებას. აი ზუსტად მეც მაგიაზე მაინტერესებს. მეც მაგაზეზე ვიყავ. და თუ ბოროტებას გავუყვავ და ჩვენი ცხოვრებიდან ჩვენ უფალ შევუერთდეთ. და წეულია ესეთი. მეც ბოროტება დაჯაგრებს. რა თქმა უნდა. გადაყლაპ. აი ეგრე ვფიქრობ მე რა როგორც. კი, კარგი ინტერპრეტაცია სხვათა შორის ჩამას ჩავინიშნა მეც. მე-17 მოხზე გავაკეთოთ ახლა ჩვენ. კი ბატონო. მნიშვნელოვანი რაც არის. აუ იმდენი ახსოვ დავიკარგი ამერდამერია. მე წავიკითხო მაშინ. არა, ხო ნუ სანამოძებნი შეკითხე. და მნიშვნელოვანი მუხლია ეს სხვათა შორის და ეს კიდევ ერთ-ერთი მუხლია, რომელიც ამტკიცებს თომას ახარების კანონიკურობას და ავთენტურობას. სხვა თანაშენ სინოპტიკურ თუ ავთენტურ სახარებთან ერთად. კანონიკურ სახარებების გვერდით ახანებს თომას ახარები. მე-17-ს ვერ მივაგარი. წაიკითხე. იესომ თქვა, მე მოგცემთ იმას, რაც თვალს არ უნახავს და იმას, რაც ყურს არ სმენია, და იმას, რასაც ხელი არ შეხებია და იმას, რაც კაც გულში არ გაუვია. კი ბატონო, ეს ახლა რატო არის მნიშვნელოვანი? ეს სიტყვები, რაც წავიკითხეთ, ხდება 1 კორინთელების 2-ს 9 მუხლში, კანონიკური, სადაც პავლე ადასტურებს, რომ დაწერილია და წავიკითხავ ამ ციტატას. არამედ ვითარცა წერილას, რომელი თვალმან არა იხილე და ყურს არა ესმა და გულსა კაცის არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმა მოყვარდა თვისთან. აქ საგულისხმოა ის, რომ მოციქული ამბობს, ვითარცა წერილა არსო, მაგრამ ჩვენ ბიბლიაში ვერსად ვერ ნახავთ, სადაც სიტყვას თუ ეს ციტირება მოყვანილია. ძველი აღთქმიდან ახალი აღთქმიდან. არსად არ არის, მაგრამ პავლე საინტერესოა, საიდან ციტირებს თუ არა უკვე თომას ახარსებული თომას ახარები. ესე იგი ეს იყო შესული ბიბლიაში და არის შეგინებული დამალული. მაგრამ ეს სიტყვები არ არის ძველი აღთქმის ტექსტებში. საგულისხმოა ეს ტექსტი განეკუთვნებოდა იმ ტრადიციას, რომელსაც წარმოადგენს თომას ახარება და ეს ტრადიცია იყო ცოცხალ მაცხვართა ჩამოყალიბებული ტრადიცია. ასე რომ თითოეული ეს 114 გამონათქვამი მაცხობისა იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმდენად კანონიკური და ავთენტურია, როგორც დანარჩენი 4 თავი. ახალი აღთქმისეული თითოეული წმინდა სიტყვა. ესაიას 64 თავის მე-4 მუხლში არ არის საუბარი დაპირებაზე, არამედ უკვე მოხდარ მოვლენაზე. და წერი ასეთ რამე საუკუნიდან არა გვესმა, არცა თვალთა ჩვენთა იხილეს ღმერთი თვინიერ შენსა და საქმენის შენი რომეთა ყოფ მომროდეთ თვის წყალობისათა. ესაიას ამ ტექსტში არ არის ნახსენები მომავალი დაპირება. მე მოგცემ იმას, რაც თვალს არ უნახავს და კაც არ გაუულია გულში, არამედ ის საქმეები, რომლებიც ღმერთმა მოიმოქმედა ისრაელის წარსულ დროში. ანუ ესაიას ტექსტის ეს მოყავთ აი აქ წერია ეს და პავლე აქ ნაციტირებს, ესაიაში არ არის მომავალ დაპირებაზე, რომელიც აწყვარი პირდება, ახლა ისეთ რამეს, რაც თვალს არ უნახია და ყურს არ სმენდა, კაც არ გაუულია გულში. კაც არ გაუულია გულში ესაიაში არ. ანუ ჩვენ არაფერი აღარ დაგვჭა, საწინააღმდეგო, რომ ჩვენ ვაღიაროთ ის თომას ახარება კანონიკურ სახარებას. ისევე კანონიკურად როგორც სასწაულების არქივებად. მე-18 მუხლს ხარ გადავიდეთ ჩემური. ეხლა არის შემდეგი ჩვენ მას დავიდეთ. კიდე არის მე მოვიყვან კიდე ციტატა, სადაც მნიშვნელოვანი ის არის. იპოლიტე კლიმენტი რომაელი ახსენებს თავის ნაშრომში 32 თავში მე-7 წიგნის. ეს არის მოციქულთა დადგენილებები, რომელიც შეგნებულად ამოღებული ახალი აღთქმის კანონიკური წიგნებია. იქ არის ჩამონათვალში კლიმენტი რომაელის 8 წიგნი. და აქედან წავიკითხავ, ეს არის მე-7 წიგნი, თავი 32. რას ამბობს კლიმენტი რომაელი და საიდან ციტირებს. ბოლო ჟამს გამრავლდებიან სრულ წინასწარმეტყველი და სრულ ქადაგნი. ცხრები მიიქცევიან გლებად. ანუ არც ახსენებს მოძღვარ სიტყვას, იმიტომ რომ ჩვენ მიწით პათესახარებაში ძველ ქართულად ეწერა კოდექსში, ვატიკანის კოდექსში. მოძღვარს მოიხმართ თავთა თქვენთან. ეს ამოაგდეს და დაწერეს რომ მამა არავის უწოდო. სინამდვილეში მოძღვარი არ უნდა უწოდო არავის, იმიტომ რომ ჩვეულებრივად ჩვენ ქადაგებთ იმას, რაც ჩვენ უკვე ყავს იმ მოძღვარი ერთი ქრისტესგან. ანუ ჩვენ მოძღვრები კი არ ხდებით იმის გამო, რადგან ქრისტეს სიტყვას ვარცევთ. არამედ ჩვენ ხდებით ქადაგნი. იმ მოძღვრის სიტყვების, რომელთაც გადმოგვეცა. ჩვენ მოძღვრობას ვერ წავართ ქრისტეს. ამიტომ გწევავს იესო ქრისტე საკუთარ თავს მოძღვრები უწოდებს.
და ამ ანალოგიურად მამებს რო იქნან. ესეც ეს არის, ანუ მამების მაგალითად არ უნდა უწოდო არავის მოძღვარი. აი რა სამოცეს ცხრები მიიქცევიან გლებად, ხოლო სიყვარული სიძულვილად გადაიქცევა. წინასწარმეტყველური სიტყვებია სხვადასხვა. კლიმენტი რომაელის წმინდა მამაა 70-დან მოწაფეთაგანია. უჯულების მომრავლების გამო მრავალში კანდიდატება სიყვარული ადამიანები შეიძულებენ და გასცემენ ერთმანეთს. და მაშინ გამოჩნდება ქვეყნიერების მაცდური, წერი ჭეშმარიტებისა სიცრუის კომაგი, რომელსაც უფალი იესო ქრისტე შემოსავს თავის ბაგეთა სულით, რომელიც კლავს უკეთოდ. მრავალი წუნდება მისით, ხოლო ვინც ბოლომდე დაითმეს ის ცხონდება. და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაში, აი რა ნიშანზე რა საინტერესო არა. შემდეგ თავარანგელოზის ჩაღბერა საყვილი და განსვენებულნი აღდგებიან. მაშინ იქნება დიდი მიწისძვრა, მოვაუფალი ღრუბლით ყველა თავის წმინდათა და ანგელოზებთან ერთად. დაიდგმება საყდარი, რათა განკითხული იქნას ქვეყნიერების მაცდური ეშმაკი და ყველას მიეგოს საქმეთა მათთან. მაშინ ბოროტეული წავიდნენ საუკუნო სასჯელში, ხოლო მართალი მარადიულ სიცოცხლეში. და დაიმკვიდრება იმას, რაც თვალს არ უხილავს, ყურსარსმენია და კაციშვილს გულში არ გაურია. რაც მომზადა ღმერთმა თავის მოყვარე და გაიხარებინა ღვთის სასუფეველში. საიდან ციტირებს კლიმენტი რომაელი ამ ტექსტს? თუ არა სახარები, თომას სახარები. და მნიშვნელოვანი ესე იგი კლიმენტი რომაელი ეყრდნობა თომას სახარებას. კი ბატონო, ასევე პავლე მოციქულიც. და ეხლა მინდა ერთ მნიშვნელოვანი მასზე გავამახვილოთ, ხოდება. წინაზე გაიგითხო დამისი 1000-ლოვან მარტვილობაზე. ქრისტე რომ მოდის და ხوان 2000 წლის გასროლების შემდეგ სატანა დაიხსნება თავისუფლებიდან ყველას რო ეგონა რომ აი 21 საუკუნის დამდეგს უკვე რო გამეფდებოდა არა. ეს არის, როდესაც ქრისტე უკვე 1000 წელს იმეფებს, ქრისტე რო დაასრულებს ასე ვთქვათ მეფობას, უკვე სატანა აისყუტავს ასე ვთქვათ თავი აფეთქებს აუშვებს რა. აქ ნახე რა სამობს კლიმენტ რომაელი და შეიძლება ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, ის გამოც იქნება იქ ამოღებული ახალ ტექსტებიდან, იმიტომ რომ ახალ მასში იყო შესული კლიმენტ რომაელის ეს რაც იქნეული და ის ამოს ესეთ რაღაცა, როდესაც ქრისტე მოვიდა საყვირისმა გაისროლა და დაიბმა ტახტი, იმ დროს, იმ დღესვე გამოვლენ ბოროტმოქმედი აღდგომა სასჯელისასა, აგერ ამბობს განკითხული იქნეს ქვეყნიერების მასტური ყველას მიეგო საქმეთა მაშინ ბოროტეული წავლის საუკუნო სასჯელში მაგრამ მე ჩვენ გამოცხადებაში ვნახეთ რომ ყველა არ აღდგება მეთ ხოლო ისინი ვინც ქრისტეს შესვენებული იქნებიან მეორედ აღდგებიან უკვე განსასჯელად 1000 წლის დადგომის შემდეგ სატანასთან ერთად ანუ აქ უკვე შეიძლება დიდი გახლეჩვა წინააღმდეგობა აპოკალიფსისა და იპოლიტე რომაელის ნაშრომებში და ალბათ მაგით უგახდა საჭირო ამ წიგნის ამოღება ეს ჩემი ვარაუდია უბრალოდ შენ წარმოიდგინე და მეც ეგრე მგონია ფაქტურად ნახე რა სამოს ქრისტე როცა მოვა ანუ მეორედ კი არა როცა მოვა იმ დროს გამოვლენ ბოროტნი საუკუნო სასჯელისათვის ხოლო მართალი მარადიულ სიცოცხლეში და დაიმკვიდრებენ იმას რაც თვალს არ უხილავს რაც ყურსარსმენია და კაცარგაულია გულში ანუ უკვე თომას სახარებიდან იხსნება კი ბატონო ჩვენ ხვდებით ორ წინააღმდეგობას ან ის რომ პირველად არ აღდგებიან კვდრები რო წერია და მხოლოდ ქრისტეს შესვენებულები აღდგებიან და მეორე აღდგომა უკვე ხდება ანტიქრისტეს დროს როცა მართლობა აიზრდება და ის ბოროტეული მაშინ აღდგებიან მაშინ წინააღმდეგობა მოდის უკვე ამასთან იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ქრისტე რო ბრუნდება აღდგებიან სულ ყველანი ბოროტმოქმედის და კეთილების მაგრამ აპოკალიფსის მე-20 თავში წერია მხოლოდ კეთილები აღდგებიან ბოროტები ჯერ არ აღდგებიან პირველი აღდგომა იხება პირველი აღდგომის პრეთ აღდგომის წილი აქვს თუ მართლებს ხო და მეორე აღდგომისას უკვე ბოროტმოქმედებს ну შეუძლია ჩვენს მენერ ჩახედოთ და წაიგეთოს რომ პირველი პრეთ აღდგომა არ ეხება ბოროტებს ქრისტე როცა მოდის თავის მართლობას გავაგრძელოთ ახლა ეს არის მე-18 მუხლის კი მოწაფე მოთხრეს იესოს გვამცნე ჩვენ როგორ იქნება ჩვენი აღსასრული იესომ თქვა მიაგენით კი დასაბამს რომ დასასრულია შეეძებოთ რადგან იმ ადამიანს ან იმ ადგილას სადაც დასაწყისია იქ იქნება დასასრულიც ნეტარია ის მის დასაწყისში იდგება და ის შეიცნობს დასასრულს და ის არიგებებს სიკვდილს კაი საინტერესო მუხლი არის ნახეთ აქ რა ხდება სინათლე უკვე არსებობს ადამიანებში კი ბატონო გავხდით ხალხს მნიშვნელოვანი რამეს ვამბობ ამიტომ მათ ვინც დასასრულს ეძებს ანუ მეორე მოსვლა პრაქტიკა დასასრულს ასე ეუბნებიან რომ ღვთის სასუფეველი დასასრული უკვე არსებობს როდესაც დასასრული შესახებ ეკითხებიან იესოს ის პასუხობს დასაწყისზე როდესაც მომავალ სამეფოზე ეკითხებიან იესო პასუხობს რომ ის უკვე აქ არის და პარალელებს გავავლებ ბოლო მოხლებია თვალსაჩინო უნდა მოძებნო როდესაც მაცხოვარს ეუბნებიან სასუფეველზე ხო აი ეს არის 113 გამონათქვა რომელ დღეს მამის უფევა იესოს ეკითხებიან მისი მოწაფეები იესომ თქვა იგი არ მოდის როცა ელოდებიან ხანდაშორის ლუკას სახარებაში მიჩნევთ თავში კი არ მოდის ანუ რასაც არელი ის მოვა ხო თავისთავად რასაც ის არ მოვა პარავე და არ იტყვიან აჰა იქ არისო და აჰა აქ არისო არამედ მამის სასუფეველი ვრცელდება მთელ დედამიწაზე და ადამიანები ვერ ხედავენ მას ანუ მამის უფევა უკვე მოსულია დედამიწაზე და ჩვენ ვერ ხედავთ მას
ანუ ვრცელდება სამეფო. მაგრამ ნეტარია ის დაინახოს. ხო, ანუ ნახეთ რა ხდება, ანუ მომავალში ჩვენ კი არ უნდა ველოდოთ, რომ დაპირების სახით აი შენ ცხონდები და მომავალში გელოდება. არა, შენ აქ უნდა იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში და ცოცხალთა პიმშოთა ეკლესიაში. რომელიც საშიჩათული პიმშოთა ეკლესია არის. ეკლესია არის ორი, ხო, ერთი არის მებრძოლი ეკლესია და მეორე მოზაიმი ეკლესია, ხო? ასე ვიცით ჩვენ. ჩვენ ახლა ამბობთ მებრძოლები ვართ. და უკვე ჩვენ გვაქვს წინდი ზეცაში ჩაწერილი პიმშოთა ეკლესიის. ანუ ჩვენ უკვე ვითვლებით ზეციური მოქალაქეება როგორც პავლე მოციქული აქვს. თუ ჩვენ დაფუძნებული ვართ ზეცამეთურთა მოციქული და საზეიმო ენის სწავლებებზე. შემდეგი მუხლი იყო 22. მანამდე წავიკითხავთ სიმონ ახალგაზრდის მეტყველის ციტატას ამ თემასთან. კი, ბრძანე არა პრობლემა. მათ ვინც ამბობს რომ იცნობს ქრისტეს, მაგრამ ვერ ხედავს მისი ღვთაებრივების ნათელს, ქრისტეოვნება თუ მიცნობით, მაშინ ნამდვილად მიცნობით, როგორც ნათელს. რადგან მე ჭეშმარიტად ვარ ქვეყნიერების ნათელი, მაგრამ ვაი მათ ვინც ამბობს, როდის დადგება უფლის დღე და არ ცდილობს მის გაგებას აქ, ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში. რადგან უფლის მოსვლა მოვიდა და ყოველთვის მოდის მოწმეებში და არის ყველაში, ვისაც სურს ეს. ამას ამბობს სიმონ ახალი ღვთისმეტყველი 57 სიტყვა ტომი მეორე. მნიშვნელოვანი ძალიან საინტერესო ყვავი ვიძახია. აი როდის მოვა? ის უკვე მოსულია და ჩვენთვის უკვე დროს მნიშვნელობა აღარ აქვს როდის მოვა ის მამის ყოველთვის მამა ღმერთი. მამის ნება ყოველთვის. 22 მუხლი. კი ბატონო, 22. იესომ დაინახა ჩვილები, რომლებიც რძეს სწოვდნენ. მან უთხრა თავის მოწაფეებს, ეს ჩვილები, რომლებიც რძეს სწოვენ, გგვანან იმათ, ვინც სასუფეველში შედიან. მათ უთხრეს მას, შვილები რომ გავხდეთ, შევალთ სასუფეველში. იესომ უთხრა მათ, როცა თქვენ ორს ერთ ხორცად ყოფთ და რაჟავს თქვენ შექმნით მხარეს გარეგანის მსგავსად და გარეთა მხარეს შიგნითა მხარის მსგავსად და ზედა მხარეს ქვედა მხარის მსგავსად და რაჟავს ქალსა და კაცს ერთ არსებად გახდით და კაცი არ იყოს კაცი და ქალი არ იყოს ქალი, როცა თქვენ შექმნით თვალის მაგიერ და ფეხის მაგიერ და სახის მაგიერ, მაშინ თქვენ შეხვალთ სასუფეველში. აი რა უნდა ქრისტეს ამით თქვას. კაცი კლიმენტ ალექსანდრიელს მოყავს თავის სტრომატაში მესამე წიგნში, 13 თავში. ამბობს კასიანი რომაელი, როდესაც სალომეამ კითხა, როდის გაიგებდა პასუხებს მის კითხვებზე, უფალმა უპასუხა, რომ ეს მოხდებოდა, როდესაც ფეხქვეშ გათელავ სიცხვილის ნათიჯებს, როდესაც ორივე ერთნი გახდებიან. მამაკაცი შეერწყმება ქალს და აღარც კაცები იქნებიან და აღარც ქალები. და პარალელს მოვიყვან, ეს ძალიან ბევრჯერ მეორდება ეს გამონათქვამი, სხვათა შორის, რაც ნიშნავს ქალი აღარ იყოს ქალი. და ქალი გახდეს კაცი. ბრძანე 25. ფილიპეს სახარების 69 მუხლში წერია ესეთი რამე. უფალმა თქვა, მე მოვედი გავაკეთო ქვედა ნაწილები, როგორც ზედა ნაწილები და კარი ნაწილები, როგორც შიდა ნაწილები. მე მოვედი შევაერთო ისინი ერთ ადგილას. მოწაფეების ქრისტეს სხეულში შეერთება, რა თქმა უნდა, ახალ აღთქმას ეფუძნება. იხილეთ იოანეს სახარების 17-ის 11-20-23, რომაელების 12-4-5, პირველი კორინთელების 12-27 და ეფესელების მეორე თავის 14-18 მუხლები. მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ გალატელების 3-28-ში პავლე ამბობს, არც იუდეველია, არც ბერძენი და არც მონაა და არც თავისუფალი და არც მამრი და არც დედრი, მაგრამ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში. ამით დასტურდება, რომ ქალებსაც ჩვეულებრივად აქვთ მისიონერული მოღვაწეობის უფლება და სახარების გავრცელებაში პილიგრიმობის მონაწილეობის. ნუ უფლება ქალებსაც რომ გავრცელონ იქადა გონასოთქოს და გავრცელონ სახარება ყველგან. ამის მუხლით ამის თქმას სურს ქრისტეს. კი ბატონო. 24 გამონათქვამზე. მოწაფეებმა უთხრეს მას, ვიშვენი ადგილი. სადაც ხარ? თქვენ რადგან ჩვენთვის აუცილებელია მისი პოვნა, მან უთხრა მას ვისაც ყურები აქვს და ისმინოს. არის ნათელი, რომელიც არსებობს სინათლის კაცში და ის თვითმსოფლიოში ხდება სინათლე. თუ არ ანათებს, მაშინ უკუნებს. ეს გადაცემაში მოვუყანებ ციტატა და ძალიან მომწონს ეს. ფოტოშორის რას ნიშნავს სინათლე თქვენში? ჩვენ ვეძებთ ყოველთვის გარეთ. ჩვენ ვეძებთ კედლებში. გადარჩენს ცხოვრებას და სინამდვილეში ჩვენ არ ვიცნობთ იმ სინათლეს, რომელიც უკვე მოსულია. აქვე დავძენ პარალელებს, სადაც მოციქულების ედავებიან, ვინ არის ჩვენ შორის დიდიო და ეს ეუბნება, რომ თქვენო რაც მთავარია, იმას არ ეძებთ. ანუ მოვიდაო თქვენშიო. სასუფეველია, მაგრამ თქვენ ვერ შეიცანით. ნახავ მუხს პარალელებს და აღარ დამოვიწყეს, მე შემახსენეს. კი ბატონო.
ზიარების აპოლოგიაზეც სასაუბრობ, ასე რომ ეს ასევე ქრისტეს ხორცზეც რა არის ქრისტეს ხორცი. მნიშვნელოვანი არის ეს, აღარ გამოტო. კი. მინდა რომ ეს ვიყო. კი ბატონო. თვითონ მოციქულებს ეუბნება, რომ თქვენ არ იცნობთ. ვერ შეიცანით ის მოვიდაო, სიმშვიდეო, სინათლის სახით, მაგრამ თქვენ ის ვერ შეიცანით. მე ძესად შევეხებ კომანდი ძეც ზიარების აპოლოგიას. აუ ის ვერ ვნახე ზუსტად ეს სად არის, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო ეს მუხლი. ხო, აი ეს 51 მუხლი არის ძალიან მნიშვნელოვანი პარალელი გამოვიდა. კი ბატონო. მოწაფე მოუთხეს მას, როდის დადგება სიმშვიდე მათთვის, ვინც მკვდარია და როდის მოვა ახალი ქვეყანა, მან თქვა, ის სიმშვიდე, რომელსაც თქვენებით მოვიდა, მაგრამ თქვენ ვერ შეიცანით. წარმოიდგინე მოწაფეებს ეუბნება, თქვენ ვერ შეიცანით და ჩვენ საერთოდ ვინ ავართ, რომ თქვათ, რომ რაღაც ვიცით ხო? ეს ეხებოდა 24 გამონათქვამს, ხო, ადგილზე. ეს არის მოწაფე მოთხოვს გვიჩვენი ადგილი. და საკითხი გვიჩვენებოდი. ამ ადგილის შესახებ ქრისტიანი ასკეტები უწოდებენ ლოცვის ადგილს. აღიქვამენ, ანუ ღვთის ადგილად ლოცვის ადგილს. მაგალითად, ევაგრიუსი აღნიშნავს, რომ ეს ადგილი გონებაშია. ლუკას სახარების 17:21-ში პედაგოგია სასუფეველი ღვთის სასუფეველი ჩვენში. ანუ გონებაში. ის საუბრობს ღვთის შეცნობის ადგილზე და გულის ადგილზე. რაც სათნოებაა და ცოდნა. როდესაც გონება მოიშორებს ძველ კაცს და შეიმოსება მათ გარდაქმნილი კაცით, მაშინ ლოცვის დროს დაინახავს საკუთარ მდგომარეობას საფირონის მსგავს და წყინავს ზეციური ფერით. ეს არის ის, რასაც წმინდა წერილი ღვთის ადგილს უწოდებს. ფილოკალია ტომი 1 გვერდი 54. ღვთის ადგილი არის მადლით გარდაქმნილი ადამიანის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც გული და გონება განწმენდებია გნოზისით. გნოზისი არ არის თუდის თქვენ როგორც გნოსტიკური რაღაც ერეტიკული ან პალეოლითური. გნოზისი არის სუფთა ბერძნული ტერმინი, რომელიც მოითხოვს ანუ იმ შეცნობას ღვთის სიტყვის, როგორცთან ცდომას. კიდევ კავშირში, იმიტომ რომ შენ და როგორც ხარ ერთი. როგორც სხვა ქრისტიანი, თქვენში და თქვენ ჩემში. კანონიკური სახარებებიდან სხეულის ნაპირის ნაცვლად თომა იყენებს გნოსტიკურ კონცეფციას სინათლის კაცს. ზეგაროთ ხო? ანუ ნახეთ რასაობს. ნათელი, რომელიც არსებობს სინათლის კაცში, ის მთელ სოფლიოში ხდება სინათლე, როგორც სასამართლოზე არის. მაგიტაზე ჩირაღდნის რო და ჩირაღდანის რო. მაგიტის ქვეშ კერდოვენ, მაგიტაზე გავირო ოთახი გაანათოს. ანუ ეს არის ადამიანზე. ჩვენ ვართ ლამპრები, რომლებიც ხდებით კაცობრიობაში სინათლეები. კი ბატონო. და თუ არ ანათებს, მაშინ უკუნეთი არის. ანუ ასეთი ადამიანების სინათლე ანათებს მთელ სამყაროს, რადგან ისინი არიან სამყაროს სინათლე. შეადარეთ მათე სახარების მეხუთე თავის 14 მუხლი და ასევე კვლავ ეს მუხლი ციტირებულია 33 მუხლში. ეხლა გამონათქვამი 33-მა. კი ბატონო, არ არის რა. თითქმის წინათ შევეხეთ, მაგრამ საერთოდ საკიბოოტო საკითხები იყო. ხო, აი 33 მუხლი ნახე. იესომ თქვა, რასაც შენი ყურით მოისმენ ერდოებზე იქადაგე. კი ბატონო. რამე თუ არავინ დადგამს ანთებულ სანდო ჭურჭლის ქვეშ, ანდაფარულ ადგილას, არამედ სასანთლეზე დადებს, რათა შემსვლელმა და გამოსვლელმა იხილოს მისი სინათლე. კი ბატონო, ზუსტად მაგაზე ვლაპარაკობდი, ხა ეს არის პარალელი. და თქვი წერია მათე სახარების 10:27-დან მოყავს და ლუკას სახარების 12:3-ში ციგნი პერიფრაზირება. ფსევდო მაკარის სირიელიც იგივე სამტკიცებდა, რადგან სული, რომელიც ღირსეული და სამარცხვინო და უწმინდური აზრებისგან თავისუფლად ითვლება, შაბათს ეს რომელი იყო 33, ხო? კი, 33 მუხლი იყო მათე სახარები. ხო, აქ არ არის ეს განმარტება არის. აქ არის უბრალოდ მოყვანილი არის მათე სახარები და ციტრება. ეხლა ჩვენ გვინდა 27 გადავახტით. 27 მუხლი. კი, არ არის პრობლემა. ისე 27 მუხლი ძალიან საინტერესოა, მინდა ავხსნათ. ნახე რა წერია 27 მუხლი, თუ თქვენ არ მარხულობთ ქვეყნისგან, თქვენ ვერ იპოვეთ სასუფეველს, თუ შაბათად არ აქცევთ, ვერ იხილავთ მამას. კი ბატონო, იესო ქრისტე, ფოტოშორის თომას სახარებაში კატეგორიული წინააღმდეგი არის ნათლობის, მარხვის და ლოცვის. ლოცვის? კი. არის კიდევ თქვენ როდესაც მარხულობთო, თქვენს წუდავთ. და ჩვენ მე ამას ახლა შევეხებ, მაგრამ სანამ მანამდე გადავალ, მინდა რომ შაბათის ინტერპრეტაცია განვიხილო, ეს არის 27 მუხლი. თუ შაბათად არ აქცევთ, ვერ იხილავთ მამას, რაც გულისხმობს იესო ქრისტე ამაში.
შაბათად ქცევა როგორც ჩანს ნიშნავს დასვენების იმ დროის შინაარსიან გატარებას და ამ ქვეყნიურ საზოგადოებისგან თავის დაღწევას. ფსევდო მაკარის სერიალიც იგივე ამტკიცებდა, რადგან სული, რომელიც ღირსეული და სამართლმოუწმიდური აზრებისგან თავისუფლად ითვლება, შაბათს შაბათად იცავს და სიმშვიდეს ჭეშმარიტ სიმშვიდედ აქცევს. ყველა სულს, რომელიც ამას იცავს და მოდის, ის სიმშვიდეს ანიჭებს ამ მოწმიდური აზრებისგან. სულებს, რომლებიც შაბათს ჭეშმარიტად შაბათად იცავს. ანუ ფსევდო მაკარის სერიალიც კი იგივე მოყავს სადაც თომაშს წერია, რომ ვინც შაბათს თუ შაბათად არ აქცევს. არის მეორე ვერსია. კოპტურ ტექსტში წერია ასეთი რაღაც. შაბათის ორი განსხვავებული მართლაც იყენებენ. შეიძლება ვივარავდოთ, რომ ეს ტექსტი ასევე შეიძლება ითარგმნოს, როგორც მთელი კვირა შაბათად უნდა დავიცვათ. მაგალითად, ტერტულიანის ებრაელთა წინააღმდეგ მეოთხე თავში მოყავს ასეთი ციტატა: შაბათი ყოველთვის უნდა დავიცვათ ყოველგვარი ამ ქვეყნიური საქმეებისგან. თავის შეკავებით არა მხოლოდ ყოველ მეშვიდე დღეს, არამედ ყოველთვის. ანუ ყოველდღიურად უნდა ვიყო ჩვენ შაბათში. თუმცა პავლე მოციქული ებრაელთა წერის მეოთხე თავის მეცხრე მუხლში ამბობს, რომ ეს მეშვიდე დღე, რომელიც შაბათი იყო, დღევანდელი შაბათი რაც არის, ის იყო ებრაელთა მეშვიდე დღე. კვლავინდებურად შევა ღვთისმინეთებს. ანუ არ არის ეს გაუქმებული. ჭეშმარიტი შაბათი აღსრულდა ქრისტეში. კარგი, დავასრულოთ გადაცემის პირველი ნაწილი, ცოტა შევისვენოთ და დავბრუნდეთ ისე რამოდენიმე წუთში ეთერში. ზიარებაზე და მარხვაზე. კი, რა თქმა უნდა, ზიარება და მარხვა გვაქვს წინ და ასევე ქრისტეს ხორცი რა არის. კი ბატონო. ასე რომ დაგველოდეთ ცოტა ხანი დავბრუნდებით ეთერში ძალიან მალე ახალი თემებით.